24 ოქტომბერი ნამდვილად იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის დღე. ამიტომ გაუშვა ხაბე ციხეში, თუმცა ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალების, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის. ჩვენ ვმუშაობთ დიდი ერთიანობისთვის, დიდი წინააღმდეგობისთვის, რომელიც იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გაიმარჯვებს, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და როდესაც ვლაპარაკობთ რეჟიმის მშვიდობიან დამხობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გააკეთა სომხეთში პაშინიანმა. ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გააკეთა 2003 წელს ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. ჩვენ იგივეს გაკეთებას ვაპირებთ 4 ოქტომბერს, გელოდებით და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. მალე სინდისის პატიმრებთან ერთად, პოლიტპატიმრებთან ერთად, ჩვენს ხაბესთან ერთად აღმართავთ ძალიან მაღლა, ძალიან თამამად 5 ჯვრიან საქართველოს დროშას.